კარგი სალამი, ჩემო გოგოებო, როგორ ხართ? ეს იცით რომელი დღე იყო, მე დადათა მივდიოდით მასწავლებელთან და მეორე დღე არის ჩემი ზამთრის ტანსაცმელების შელაგების და შებარგების დღიდან. აი ლამის რო დავიგინერო, ქვეყანა რო დაიქცეს, მე თბილ ტანსაცმელს აღარ ამოვიღებ თქო. მეორე დღესვე მომიწია ქურთუკების ამოყრა. როგორ ხართ ხალხო? გულითადი მოკითხვები, ეჟრებით. ჩემსკენ ისეთი ამბებია, ძველებური, არაფერი საინტერესო. რა ვიცი, კი ხდება რაღაცები, მაგრამ ისეთი არაფერი, რომ საყოლად და სათქმელად ღირდეს. ნიდის დღეები ჩვეულებრივად ეს რობოტი ვითვარ რა, აი ხოლმე პერიოდები რომ თავს გვძნობ როგორც რობოტი, მექანიკურად რომ მოქმედებ, ზუსტად ეგრე ვარ ეხლა. ვერაფერს ვერ ვაბამ თავს, აი ესე ნორმალურად. გადაღებას უგულისხმობ, რაღაცა ნორმალურად გადავიღო, რაღაცა საჩვენო რაც არის, ჩვენ რო გვიყვარს, კაი, გევრიელი დალაგება, мотиваცია ესა. ვერ. ერთი დღე რომ არ გადაიღებ, ორი დღე რომ არ გადაიღებ, მე გეზარება. ხუთი დღის მერე საერთოდ გავიწყდება. მე მოვიწყდე. მე ვარ ეგეთ შეიძლება. ეხლა რაღაცნაირად უცებ მომინდა რომ მოდი ბარე, მაინც უსაქმურად ვზივარ, რა ვიცი, პირველ საათზე საერთოდ ამდე კილო გინიდან, 2 საათი ეგრე ვიბოდია, ხალათით არაფერს გპირდება დღევანდელი დღე, აშკარად იწვიმებს. გუშინ ვიყავი გარეთ, გუშინ იყო გადასარევი ამინდი. 2 საათი მაინც ვიყავი გასული. აი ძალიან სასიამოვნო იყო რა მოკლედ. და დღესაც მეგონა რომ ეგრე იქნებოდა, მაგრამ აშკარად არ გამოვა დღეს ეგ ამბავი. ოღონდ არ მიყვარს ბევრი ანუ ხალხი როცა ამსიამოვნებს და როგორც კი სიმყუდროვეს დავინახავ და რომელ მხარესაც სიმყუდროვია და ხალხი არ არის ხოლმე არც ბავშვები, ნუ ბავშვები გაი. აი დაცდობი რა არავინ. ცოტა ღანი ზიჯუბე მინდა ხოლმე და ჯდომა. საერთოდ არ ნიშნავს რომ მოწყენილი ვარ, როცა მარტო ყოფნა მჭირდება. აი სასიცოცხლოდ მჭირდება, რაღაც ჩემთვის უნდა ვიყო რა. რას გავაკეთებ იმ მარტო ყოფნის პერიოდში არ ვარ რა, აქ მაგას არსებითი მნიშვნელობა შეშტერივით ვიჯდება. ორი მარტო უნდა დავრჩე. რაც ჩემს სივრცეში. ჩემთვის რა, შემოვიხურო კარი თუნდაც და აი გამოვიდე, გამოვეცალო. ყველას და ყველაფერს. ეს მინდა რომ ფრჩხილი გავიკეთო. რაღაცა ვეღარ მიძლებს, იმიტომ რომ ბოლო პერიოდში სულ ახალი წლის შემდეგ ორჯერ გავიკეთე ფონი. და ეს რეგულარულად რო აღარ ვიკეთებდი. ვეღარ მიძლებს, არა და გადასარევად მქონდა ხოლმე. მოდი ცოტა ზაფხულის გეგმებზეც გავჭორავდეთ. მოგვადგა გენაცვალე ყურის ძირში უკვე. ძალიან მიხარია სიმართლე გითხრათ. პირველ რიგში დასვენება მჭირდება მორალურად და ფსიქოლოგიურად. ხო და მე რაღაცა პატარა გეგმები მაქვს და მგონია რომ ძალიან კაი უნდა გამოვიდეს. წინა ზაფხულზე უკეთესი. არა, წინა ზაფხულს არაფერს არ ვერჩი. პირიქით, წინა ზაფხულზე ახლა რატო უკბინე ვერ მივხვდი, ძალიან კარგი ძალიან ბევრი კარგი დღე და მოგონება შევქმენით. რაღაცა სიახლეც შევმატე და ძალიან დიდი გამოცდილება. აი ვიტყვი რომ მართლა ძალიან დიდი გამოცდილება იმის მხრივ რომ ძალიან შიშარა ვარ. ძალიან ცოტა რთული გზები მაშინებს და რთული კი არა, მარტივი გზებიც მაშინებს. ზოგადად ვიცინით ხოლმე. აი გამოცდილი მძღოლი, პირველად რომ ვზივარ ვიღაცის მანქანაში, მეორედ ან რომ ვიცი რომ დიდად რაღაცა ახალი მართვის მოწმობა აღებული ადამიანის მანქანაში, მაგათაც მე არ ჩავჯდები. გამორიცხულია. ყველაზე მშვიდად მგზავრობ მიკროავტობუსით. ავტობუსით ეხოლიროზის რა, ანუ სადღაც 60 წელს გადაცილებული, ჩემთვის ეს არის აბსოლუტურად სანდო პიროვნება. შინაურობა ვიყავით რა მოკლედ წასულები და როცა გეგმავდით მაგ ამბავს, ანუ დიდხანს გეგმავდით, ვორჭოფოდით, იმიტომ რომ მე მეშინო ტაქსის ძალიან. პრობლემებს მიქმნის ხოლმე რაღაცა გადაწყვეტილებების მიღებაში. ეს ვავტყდები, მინდა წავიდე და საქმეზე რომ ვიდგება, უცბად ყველა ბიზნეს ვიპოვი, რომ არ მინდა. ბევრი როარ ვილაპარაკო, გადავლახეთ და გადაწყდა წავედით ხელსურეთში. რაღაც მომენტებში რომ ვფიქრდები გზაზე, იყო მომენტები, როცა ძალიან ცუდად ხდებოდი და გული ეხლაც მიჩქარდება, ხანდახან ვიდეოებს რომ ვუყურებ. ხურე ფანჯარა რა ხმები შემოდიოდა და მანდ მერე კიდე უარესად ისმის ხოლმე. რომელი საათია ჯერ? 3:30 და 4 საათზე დამიბარა ფრჩხილზე. მაშასე მე ხომ მირჩევნი ავდგე. აბა მოვუმზადო ბავშვებს ვაჭამო და კი მოვა მე გასulis დროც.
ჩამოიქცევათ ესე გრუხუნებს. ჩუდი. თუმცა ვერ გაიგებ, შეიძლება საერთოდ მარტივით ამინდები, ანუ მარტში ხო საერთოდ რა ამინდია ვერ გაიგებ, მაგრამ აი ახლა არის მაისში მარტის ამინდი სტანდარტულად როგორც არის ხოლმე. ხო ვიცი დილით რომ ძეა, მერე წვიმს, მერე საღამოს. ცოტა ხო ყველაფერს მივედე და მოვედე, რაღაცები გითხარით. რაღაცები თქვენ გითხეთ და გეტყვით. ისე ლაივი კაი იქნება, მერე ლაივების ჩართვის საშუალება რო იქნება ხოლმე. ერთი ადამიანიც რომ წამოგეჭორაოს რაღაცნაირად თემა გაგიჩნდება და ისაუბრებ ზოგადად ძალიან ბევრ ამაზე შემიძლია რა თქმა უნდა საუბარი, მაგრამ იცი რაც მე არ მეხება ესე ზოგად საკაცობრიო თემებზე ჯაბაასი და რაღაც ეგეთები არ არის ჩემი. ჯერ მივედე და მოვედე, მე ტელეფონი დამიჯდა და რას ვიძახდი, ანუ საკმაოდ დიდი გამოცდილება იყო რა. ერთი წინ გადადგურინა ბიჭი იყო, მაგ მხრივ ვთქვა რომ ზოგადად გზის მეშინია ცოტა რთული გზების და გადავლახე და აი ამ ზაფხულს რაღაცა პატარა გეგმა მაქვს და ვფიქრობ რომ ეგ კარგი მოთელა იყო. წელს თუ იმას განვახორციელებთ რაც გვინდა. ეგ რეალურად საჭირო იყო მოსათელად რა. ხო? გაბის თავი კონდეს და ეზოში არის როგორც რა ვიცი, კუთხეები. ცერჩი შარა. ნამ ძალიან დამეზარება. არ არის იმხლად ცუდი ამინდი და ქალბატონი გავაიზეირნოთ. პუპჩიკ, წავედით აკაში. ეხლა ნახეთ ამის რეაქცია. წავედი ჩავიცვათ, წავიდეთ. ამოდი აქ, ამოდი, ათი. ჩავიცვათ, მიდი, ჰე. ყოჩახ მოემზადა გოგო. ჩაჩი. ჩავიდეთ? დავიდეთ? ცქირი. ეს ახალი სახლიდან გასული ცოტა ძეგლდება ხოლმე. ეს ზის და გიყურებს შემოხცქერის რომ ხელში აიყვანო და ხელით წაიყვანო. აი არ ვიცი რა ფენომენია. მაგრამ ხო, თავიდან რაღაცნაირად ესე ეშინია თუ რა სჭირს არ ვიცი, სტრესში ვარდება. არ მოსწონს რა, ზის და გელოდება და მე კი მოდის ხოლმე უცბად ხასიათზე. ვიარეთ და ბოლოს მაინც სკვერამდე მოვედით. და ისეთი სიწყნარეა, არავინ არ არის. საერთოდ. ოთვის ვცდილობ ხოლმე რომ მივიძდე სადღაც ისეთ ადგილზე, სადაც არავინ არ არის. გუშინ ძალიან ბევრი ხალხი იყო, მაგრამ მაინც ძალიან სასიამოვნო იყო და დღეს არავინ არ არის. და ამ დროს ვგიჟდები, ესე ჯდომაზე. ის დათაა თუ ძაღლი მოდის რამე. სტაფეთებული ვარ ხოლმე, ეგეთი გიდვიყურები. აი სულ გიჟივით ვიყურები, რაბე არ მოვიდეს უცებ ძალიან მეშინია ძაღლების ზოგადად. ამასთან ერთად რო ვარ განსაკუთრებით. ხალბატონი კი მიზის. სადაც მე ვზივარ, ესეც იქცის. სურაობს, პიტი არაფერია ამ სკვერში, არ ვიცი, რაც არის იგიც არა. რას დაეცებ. თავარია სიმწვანეა. სხვას რას დაეცებ. ცოტა არეული შეიძლება გამოვიდეს, მაგრამ პრინციპში არ გამოვა, იმიტომ რომ რეალურად დღევანდელი ერთი დღის ვლოგია. სანამ დაგემშვიდობებით, ბარემ გეტყვით დღევანდელი დღე როგორ დაგვირგვინდა. იდეალური საღამო გქონდა დასასრულს, მოკლედ ამოვედით, ამოვიყვანეთ ძაღლი მოვაწესრიგე და ცოტა ხანში შევიკრიბეთ. მერე ნაწილს მოგშივდა. ხო და წავედი ჩაურმებზე. შუაღამის წავედი ჩაურმებზე, ანუ ყოველთვის განსაკუთრებულად კარგი გამოდის ყველაფერი, როცა ძალიან როცა ვაკეთებ და უგეგმავად. ძალიან ბევრი ვიცინეთ, ძალიან ბევრი ვიხალისეთ, რა თქმა უნდა. და გაბურთულები მოვედით, აი. გაბურთულები არბის დავი აღარა მაქვს. რომ ნახეთ რომელი საათია, როდის გიმონტაჟებ და თან ნახევარი უკვე დამონტაჟებული მქონდა და ეს ბოლოს აი ხო ორ სიტყვას გეუბნებით უკვე 12 საათი ხდება. ყავას დავლევ გემრიელს, იმიტომ რომ შუადღის მერე არ დამილევია ყავა. ცოტა ხანით ვიჯდები და მერე ყაპანი ლოგიში ხვალ სკოლა. ცოტაც გავუძლოთ, ცოტაც. მოკლედ კაი იყო, ძალიან კარგი იყო დღეს. მშვენიერი დღე გამოცხვა. ხო, ბოლოს აუცილებლად თხოვნა მექნება. ვინც ასე თუ ისე უყურებთ ხოლმე ჩემ ვიდეოებს, მიეჭირით, გამოჭირეთ, ძალიან გთხოვთ, ნუ გეზარებათ. მე მესმის თქვენ, იმიტომ რომ მეც მეზარება და არ ვიწერ ხოლმე. ხო და მიეჭირეთ რა. წკაპანი უნდა ერთი, არაფერი არ დაგაკლდებათ.
ძნელია მონტაჟი, ხო? დავალება აქვს ქართულში. CapCut-ში უნდა აწყოს დღის განმავლობაში რას აკეთებს ფოტოებით. ქართულის დავალება. გაკოცეთ. მადლობა, ვინც უყურებთ ხოლმე. მადლობა, ვინც ვიკომენტარებთ. მადლობა, ვინც გვილაიქებთ. ხან დამდილად წავედი და დაგემშვიდობებით.